მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და ტრადიციისამებრ მე თქვენთვის ვაჟღერებ ერთი კვირის მანძილზე არკანის ენერგიების მიხედვით ინფორმაციას. მოდით ვნახოთ, რომელი არკანის ენერგიას გაივლით ამ ერთი კვირის მანძილზე, რა გელოდებათ მნიშვნელოვანი, საინტერესო და რა გაფრთხილებას მოგცემენ ტაროს არკანები. მაშა სადამე რას გირჩევენ და თქვენ წინაშე არის, რა თქმა უნდა, ორი ვარიანტი. ვარიანტი პირველი კვირის არკანის ენერგია და ვარიანტი მეორე კვირის არკანის ენერგია, ხო? ორი ვარიანტი გვაქვს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და პირველი ვარიანტი გვექნება მალაქიტის მინერალი, ხოლო მეორე ვარიანტი გვექნება წითელი იასპის მინერალი. ახლა კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს. მწვანე წითელი მინერალებია თქვენს წინაშე. კარგად დააკვირდით ახლა ორივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით ორივე ვარიანტი. დახუჭეთ თვალები, შეგიძლიათ დასვათ კითხვა რა მელოდება ერთი კვირის მანძილზე მნიშვნელოვანი და როდესაც თვალებს გაახალთ, აუცილებლად მიიწებებს, ასე ვთქვათ, თქვენს მზერას კონკრეტული მინერალი. ვინც მზად არის, მე ვიწყებ. ვინც არა, დააპაუზეთ ეკრანი, ვისაც რო გჭირდებათ და ისე გააირჩიეთ თქვენი სასურველი არკანი. მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. ვარიანტი პირველი. მალაქიტი ვინც აირჩია, წამყვანი კვირის ენერგია თქვენი იქნება შვიდიანების კვერთხები, შეგოძვირფასება. შვიდიანების კვერთხები ეს არის ძალიან აქტიური ენერგია, როდესაც აუცილებლად მოგეცემათ და როგორც იტყვენ მოგეცემათ და შეგწევთ ძალა იმისთვის, რომ დაამარცხოთ, ასე ვთქვათ, გარკვეული სირთულეები ცხოვრებისეული, გექნებათ ამისათვის ენერგიაც, გექნებათ ამისათვის მოტივაციაც, გექნებათ ამისათვის რესურსიც. ყველაფერი იქნება თქვენს ხელთ, რადგან თქვენ ფლობთ ცოდნას, თქვენ ფლობთ გამოცდილებას პირველი ვარიანტი, ამიტომ წამყვანი ენერგია შვიდიანების კვერთხები ყველაფერთან ერთად პატარ-პატარა წარმატებებსაც მოასწავებს ნამდვილად და ეს არის უფრო მეტად ესეთი ფინანსური წარმატება, კარიერული წარმატება თავისთავად ფინანსურ ეკვივალენტში, ასე რომ მე მომწონს თქვენი კვირის არკანის ენერგია, პირველი არკანით როგორც გაიხსნა, იმიტომ რომ თქვენ შეგწევთ ნამდვილად ძალა, რომ ეს სირთულეები, ასე ვთქვათ, დაამუშაოთ, გაიაროთ, დაამტკიცოთ თქვენი პოზიციები, თუ კი ეს საჭირო გახდება, დაიცვათ თქვენი პოზიციები, თქვენი სიმართლე, ქმედებით, რა თქმა უნდა, და ნამდვილად აქტიური და ენერგიული იქნებით ამ ერთი კვირის მანძილზე. კიდევ ვნახოთ, რა ელოდება პირველ ვარიანტს კვირის არკანის ენერგიად. ნამდვილად დიდი ცვლილებები წამოვა, სამიანების თასები, 15 არკანი, რვიანების თასები, კვერთხების დედოფალი, ქურუმი და არკანი ძალა. ძალიან კარგი არკანები მოდის ჩემო ძვირფასებო ამ ერთი კვირის მანძილზე. ნამდვილად ჩანს პირველ რიგში ის, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები დადგება ამ ერთი კვირის მანძილზე, რაც აუცილებლად მოიტანს თქვენთვის დაკმაყოფილებული იქნებით, კმაყოფილი იქნებით შედეგებით. პრინციპში, რაც მე წეღან გავაშხერე, შესაძლებელია იყოს ყველას არ ეხება, მაგრამ დაწინაურება, უფრო მეტი, ვთქვათ, უფრო მეტი შესაძლებლობები კარიერულ ნაწილში, უფრო მეტი შესაძლებლობები პიროვნულ ზრდის ნაწილში, ხო, იზრდებით აქ მაჩვენებს და ეს არის პრინციპში ძალიან კარგი. ეს არის ძალიან დადებითი, ეს არის ძალიან პოზიტიური, ეს ყველაფერი იქნება ძალიან შემეცნებითიც თქვენთვის, ძალიან სასიხარულოდ და ძალიან იამაყებთ თქვენი თავით. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ეს არის ის, რომ აუცილებლად შეგწევთ ძალა, რომ დატოვოთ გარკვეული სცენარი და რა ვნახოთ, რას ეხება ეს სცენარი,
ასე ხება ეს სცენარი. საკუთარ ნახეთ საკუთარ თავს აიყვანთ ხელში, საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენთ მაქსიმალურად და სირთულეები პატარ-პატარა სირთულეები პრინციპში რაც თავში ვახსენე. აუცილებლად იქნება დაძლეული, ხოლო რაც არ იქნება დაძლეული, იქნება თქვენი მხრიდან დატოვებული. მიხვდით ხო, იმიტომ რომ რა არის იცით, არსებობს ისეთი პრობლემები, არსებობს ისეთი სიტუაციები, სადაც უბრალოდ მოდი ასე ვთქვათ, გრძნობთ რომ არ ხართ ვალდებული რომ ეს პრობლემები თქვენ მოაგვაროთ, ხო? არ ხართ ვალდებული რომ მუდმივად სტაგნაციაში წაიყვანოთ საკუთარი თავი, საკუთარი ემოციები, საკუთარი შეგრძნებები, საკუთარი ენერგიები, ხო? მოახმაროთ ენერგია და რესურსი იმას, რაც თქვენ არ გეხებათ, ხო? ამას თქვენ ძალიან კარგად იგრძნობთ, აი ამ მომენტს და მიხვდებით რომ იცით რა, რაც დასატოვებელია, სადაც უკვე აღარ გინდათ და აღარ გაინტერესებთ რომ თქვენი ენერგია ჩარეცხოთ, იმიტომ რომ მიხვდებით ამ ერთი კვირის მანძილზე სად ირეცხებოდა თქვენი ენერგია, აუცილებლად გატრიალდებით ამ ყველაფრიდან, ხო? შესაძლებელია რაღაცა კონკრეტული სიტუაცია, მდგომარეობა, რაც მანიპულირებდა თქვენით, ხო? რაზეც გეგონათ რომ მის გარეშე ვერ გაძლებდით, რომ სიტუაცია არ გადაიჭრებოდა, ვერ დატოვებდით ამ სიტუაციას, იმიტომ რომ იქ ვალდებულებები საკუთარ მხრებზე შემოდებული, ვთქვათ, პასუხისგებლობები, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის არავის არ უთხოვია, მაგრამ შემოილაგეთ და მიგაქვთ თქვენი მხრებით, ხო? მიხვდებით რა, სად უნდა გააგრძელოთ ბრძოლა, მოდი ასე ვთქვათ, სად უნდა გააგრძელოთ თქვენი პოზიციების განმტკიცება, სად უნდა ჩადოთ თქვენი ენერგია და სად აღარ უნდა ჩადოთ თქვენი ენერგია, იმიტომ რომ ეს თქვენ გაგრძნობინებთ რომ უბრალოდ თქვენ იგრძნობთ რომ თქვენ უბრალოდ ენერგიას კარგავთ და არ იღებთ არაფერს სათანადოდ უკან. კვერთხების დედოფალი, იეროფანტი და არკანი ძალა. საკუთარ თავში იგრძნობთ ძალიან დიდ ძალას და რესურსს. საკუთარ თავში იგრძნობთ აი თქვენს ძალიან მნიშვნელოვან შემოქმედებით ენერგიას, სადღაც ავტორიტეტად იგრძნობთ თავს, აი შემიძლია ეს გითხრათ პირდაპირ რა, ხალი რომელიც არის ავტორიტეტი, ხო? მამაკაც მაყურებლებისთვის, რა თქმა უნდა, პირიქით. ავტორიტეტი, ძლიერი, დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც უსმენენ, რომელსაც პატივს სცემენ და რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ ძალას ფლობს მაქსიმალურად, ხო? ანუ თქვენ იბრუნებთ საკუთარ თავს, ძალას, საკუთარ სახელს, შესაძლებელია თუ ეს კონკრეტულად ამ მიმართულებით გაიშლება და ეს განმეორდები შესაძლებელი ნიშნავდეს დაწინაურებას, აღიარებას როგორც სამსახურეობრივად პიროვნულად, ხო? ისეთი ნაბიჯები გადაიქმნება თქვენი მხრიდან, რაც თქვენს გაგაბედნიერებთ და თქვენს დაგაკმაყოფილებთ, ხო? თქვენს საკუთარ თავთანაც იქნებით ძალიან იამაყებთ საკუთარი თავი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვებიდანაც იგრძნობთ აი ამ ასე ვთქვათ, უსაზღვრო აღიარებას, ეს შეიძლება არ იყოს მასიური, ეს შეიძლება არ იყოს ბევრი ადამიანისგან მოსმენილი სიტყვები თქვენთან მიმართებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ აუცილებლად იქნებით დაფასებული, აღიარებული იმ ადამიანების მხრიდან, ვისი მხრიდანაც ამის მოსმენა თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? იქნებით პედესტალზე, მოდი ასე ვთქვათ, ასე რომ ძალიან კარგი კვირის არკანის ენერგიებია პირველი ვარიანტი, ასე გააგრძელეთ, მომწონს, წარმატებაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განმეორდები, კარგად გეცოდინებათ და ზუსტად გეცოდინებათ, სად აღარ გინდათ რომ ჩადოთ თქვენი ენერგია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კი გადავედი ვარიანტი 2-ზე. ვარიანტი 2, წითელი იასპი, ვინც აირჩია, მოდით ნახოთ თქვენი კვირის არკანის ენერგია. წამყვანი კვირის არკანის ენერგია და კვერთხების ტუზი. ესე იგი, მეგობრებო, კვერთხები მოდის ორივე ვარიანტში. კვერთხების ტუზი ეს არის ახალი გამონთავისუფლებელი სიცოცხლე, მეორე სუნთქვა, ენერგია, იდეა, რომელიც მოგივათ თავში, აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ. აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის მანძილზე თუ კი რაიმე
ინიციატივა წამოვა თქვენი მხრიდან, იდეა წამოვა თქვენი მხრიდან, თავში მოგივათ ლამაზ თავში ლამაზი აზრი. ეს უნდა დააფიქსიროთ მინიმუმ წერილობით. ხო და მე თუ კი დასჭირდება ამ სურათს გამთლიანება, ნელ-ნელა მოიყვანოთ რეალობაში. იმიტომ რომ ამის ენერგიაც მოგეცემათ, ძალაც მოგეცემათ, რესურსიც მოგეცემათ და სამყარო გეუბნებათ რომ მიდი, გააკეთე. შენ ეს შეგიძლია. მაშა სადამე მეორე ვარიანტი, კარგად მივდივართ. ჩავშალოთ, კიდევ რა გელოდებათ მეორე ვარიანტს, რა ელოდება მნიშვნელოვანი ამ ერთი კვირის მანძილზე. კარი მთვარე, იმპერატორი ქალი, ორიანების პენტაკლები, ხუთიანების თასები, ფორტუნას ბორბალი და რვიანების პენტაკლები. არ იჩქაროთ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ის, რომ ეს იქნება ახალი ინფორმაცია, თუ ეს იქნება მოლოდინი ახალი ინფორმაციის, ეს თუ იქნება მოლოდინი რაღაცა ცვლილებების, ხომ? თქვენ აქ გეუბნებიან, რომ სიჩქარე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ხო? არც სიჩქარე და არც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი გულდაწყვეტა, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანებს ხანდახან არა ხშირ შემთხვევაში ყველაფერი გვინდა სწრაფად, უცებ და როგორც კი პატარა წინააღმდეგობა გვხდება, მომენტალურად გვიფუჭდება ხასიათი. თქვენ გეუბნებიან ამ ერთი კვირის მანძილზე, რასაც ჩაეყრება საფუძველი, ყველაზე მინიმალურ თქვენს ქმედებასაც კი, მე გეტყოდით ესეთ რაღაცას. შეიძლება უცებ ჩათვალოთ და იფიქროთ, რომ ამას აზრი არ აქვს, ის არ გამოვა, ამისათვის არ მყოფნის ენერგია და რესურსი. ამ დროს იმპერატორი ქალი ხართ მთვარის ქვეშ. შიშები აქვს იმპერატორ ქალს, ანუ თქვენ ამ შემთხვევაში გაქვთ შიშები. ხანდახან არიან ადამიანები, იცით როგორია, უცებ რომ კარგი რაღაცები ხდება ცხოვრებაში, ხო, კარგ ველზე დგებიან, ხო? იწყება შინაგანი შიშები, პანიკა. ეწყება შინაგანი შფოთვა, რაღაცა ყველაფერი კარგად არის. ესე იგი რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს აუცილებლად, ხო? და მე ბევრი ადამიანს მსმენია, რომ აი ეს შიშები აქვთ და ძალიან აწვალებთ ეს შიშები, ხო? ანუ ვერ ირგებენ იმ კარგ მოვლენებს, იმიტომ რომ მუდმივად აქვთ მოლოდინი მე რაღაცა ცუდის, ხო? თქვენ გეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არც ცუდის მოლოდინები არ გქონდეთ და არ იჩქაროთ. არ იჩქაროთ, იმიტომ რომ აუცილებლად გამოხვალთ აი ამ, ასე ვთქვათ, ხო, გამორდები, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიჭიროთ ბალანსი ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან კარგი ცვლილებები შეიძლება შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს არის ერთგვარი იღბლიანი ბურბალი, სადაც თქვენი შანსი უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად, მაგრამ პროვოკაციები იქნება. გარემოებებიდან გამომდინარე, ვიღაცა ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც შეეცდებიან, ან თქვენ იქნებით ეს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში არ იქნებით საკმარისად დარწმუნებული, მაგრამ მე გეუბნებით, რომ თუ კი მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად იქნებით საკუთარ თავში იმედგაცრუებული და გეგონებათ, რომ არაფერი არ მიდის ისე, როგორც საჭიროა, ხო? თქვენ გეუბნებიან, რომ ფორტუნას ბორბალი და რვიანების პენტაკლები პირველ რიგში ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც საჭიროა, ყველაფერი დასტაბილურდება და კიდევ რა მოქვს ფორტუნას ბორბალს თქვენთვის? ოხ, როგორ გეშინიათ ცვლილებების, გეშინიათ შვიდიანების, რომ არაფერი არ გამოვა, რომ ისე არ არის, როგორც თქვენ გინდათ. ხვდებით, ხო? ათიანების თასები, ათიანების ხმლები. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, იცით რა არის ჩემო ძვირფასებო? გარდა ამისა, რომ თქვენი რაღაცა პიროვნული ზრდა გინდათ, რაღაცა პიროვნულად წასვლა გინდათ წინ, აუცილებელია რომ შეეკითხოთ საკუთარ თავს
ვინ არის ის ადამიანი, რომელიც აი ამ სწორი რელსებიდან უცბად გადმოგსვამთ ხოლმე და გაგდებთ გიქმნით აბსოლუტურად საავარიო მდგომარეობას, ხო? აი, ნახეთ, მატარებელი ტრანსპორტი, რომელიც მიდის თავის რელსებზე, მიდის თავის გზაზე, თავისი იდეებით, თავისი გზავრებით, ხო? მგზავრები ამ შემთხვევაში ეს არის თქვენი იდეები, თქვენი შემოქმედებითი ძალა და უცებ მოდის ადამიანი, რომელიც ესე ხელს გკრავთ და აშკარად აქვს ამ კონკრეტულ ადამიანს და ეს არის ადამიანი. ძირითად შემთხვევაში ვინმე კვერთხების მეფე არის, იმიტომ რომ თასების დედოფალი თქვენ ხართ, ვინც კრავს ხელს ამ თქვენს სურვილებს და რელსებიდან გაგდებთ. და როგორც კი რელსებიდან გაგდებთ, ეგრევე აჩერებს თქვენს შემოქმედებით ძალასაც, თქვენს პოტენციალსაც და შესაძლებელია ქმნიდეს გარკვეულ ილუზიას ეს ადამიანი, ნახეთ თქვენ თვითონვე მინდათ ნახოთ, ხო? რომ აი ყველაფერი კარგად არის, მე მინდა შენთვის კარგი, მე მესმის მხოლოდ და მხოლოდ შენი, შეიქმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც სწორია ამ შემთხვევაში, მაგრამ რეალურად მხოლოდ ათიანების ხმლები მოაქვს ამ ადამიანს, ხედავთ ხო ორი გედი და ამ დროს ორივე გედი და უცებ ათიანების ხმლებიდან ათიანების თასებიდან ბედნიერების მომენტალური ეიფორიული მდგომარეობიდან გადადიხართ ათიანების ხმლებში, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემო ძვირფასებო, უცებ მტკინველად მთავრდება ეს თქვენი ერთ მომენტში რაღაცა ილუზორული ბედნიერება და ილუზორული რაღაცა ვითომ და რაღაცა სიკეთე თუ კარგი თუ რაღაცა რომელიც ვითომ და თქვენთვის უნდა ვინმე კვერთხების მეფეს და ამ დროს რეალურად ადამიანი ფარხმალს გაყრევინებთ, ხო? და ათიანების ხმლებში გამყოფებთ. რა ვიცი, ჩემო ძვირფასო მზის კარელებო, ნახეთ და თასების ტუზი ნიშნავს ერთგვარ ემოციურ აფეთქებას, ხო? იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ასე დროს დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზობთ ხოლმე იმდენჯერ, ამდენჯერაც რაღაცა შეიძლება გარკვეულ მახეში ებმეოდეთ, ხო? ეს ხათი შორის შვილიც შეიძლება იყოს, მეუღლე, ყოფილი მეუღლე, მამა, არ ვიცი, ძმა, ნათესავი, უფროსი, ხო? არა აქვს მნიშვნელობა, ჩემო ძვირფასებო, ყოველ შემთხვევაში აი დააკვირდით ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც შემოსulis თქვენს რეალობაში, ეგრევე გაგდებთ რელსებიდან, ხო? ან თქვენ თვითონვე იგდებთ, საბოლოო ჯამში არავინ არ გაგდებთ რელსებიდან, ადამიანები ჩვენ თვითონ ვიგდებთ თავს რელსებიდან, იმიტომ რომ ვერევით ხანდახან ჩვენს რაღაცა სისუსტეებს და რაღაც და მე უბრაზობთ სამყაროზე. ამ დროს გეუბნებიან, რომ იცი რა, აი, გააქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ შიშებში ხარ. არ გჯერა შენი თავის, არ გჯერა შენი შესაძლებლობების და ამიტომაც თუ შენი თავის არ გჯერა და შიშების ქვეშ ხარ, აუცილებლად გამოგცდიან, ხო? და აუცილებლად გაჩვენებენ და ჩაგახედებენ სარკეში, ესე ქეჩოთი მიგიყვანენ და აი, ნახეთ, სარკე მაქვს აგერწინ და ესე ქეჩოთი განახებენ, რომ აი ეს არის შენი ყველაზე დიდი პრობლემა, შენი ყველაზე დიდი შიში და ილუზია, რომლითაც იკვებები, რომ რაღაცა გამოსწორდება, ან რაღაცა კარგად იქნება, ხო? ამიტომ იცით რა არის ჩემო ძვირფასებო, ახლა როდესაც საუბრობთ, რომ მინდა ფინანსური წარმატება, მინდა კეთილდღეობა, მინდა კარგად ყოფნა, მინდა საკუთარი თავის რეალიზება, მიმოიხედეთ ირგვლივ. მიმოიხედეთ ირგვლივ, ვინ გარტყიათ თავს. თუ საკუთარ თავს ასე აჩვენებთ სამყაროს, რომ თქვენ ხართ ესეთი უფასო ენერგიის დონორი, რომელსაც ყველა მაშინ გამოწობს ამ ენერგიას და რესურსს, როცა მოესურვება და თქვენც ამას გინდა გრძნობების თუ ემოციების თუ რაღაცეების სახელით ხსნით ამ თქვენს ენერგიის დონაციას და აძლევთ ენერგიას ასეთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ხაპავენ ამ ენერგიას და არაფერს ეგოს იფხანენ და არაფერს არ გიბრუნებენ უკან, ხო? ნუ მაშინ რომ მიხვდეთ, რომ ცოტა რაღაცა ეხა დიდი ბოდიში დეგენერატი ხო არ ვარ, ხო? დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები, უკაცრავად ჩემ ფრანგულისთვის მე პირდაპირ მეყვარს ლაპარაკი. ცოტა დეგენერატი ხომ არ ვარ, ხო? ანუ როდემდე უნდა მოვტყუდე, ხო? როდემდე უნდა გავეხვიო ამ რაღაცა манипуляციებში, ანუ როდემდე უნდა ვადანაშაულო რაღაც ვიღაცეები საკუთარ პრობლემებში, პირველ რიგში სამყარო, იმიტომ რომ გეუბნებენ, ეს არის შენი პრობლემა. მე გეუბნებით, რომ აგერ ეს არის შენი პრობლემა. ხო და კარგად მინდა ვიყო, ფინანსები მინდა მქონდეს, წარმატება, სოციალურად მინდა რომ კარგად ვიყო, რეალიზებული ვიყო, ვერ იქნებით, როდესაც ამ ყოველს ენერგია სჭირდება. და
როდესაც ყველაფერს ალაგებთ, როგორც იტყვიან თაროებზე, საჭიროების და მიხედვით, რა მჭირდება, რა არის პრიორიტეტული და რა არის პრიორიტეტული, რა მაბედნიერებს და რა მაუბედურებს, ხო? და თუ მაუბედურებს, რატომ ამის უფლებას ამ ადამიანებს თუ სიტუაციას, ხო? აი, მერე უკვე ცოტა დაიძვრებით და წამოხვალთ წინ. მაგრამ სანამ თქვენი თავისთვის, თქვენ თავთან დიალოგში არ შესულ ხართ და არ გაგირკვევიათ თუ რა გინდათ ამ ცხოვრებაში და რატომ ექცევით საკუთარ თავს ასე, ეს იქნება მუდმივი რვიანი, წრეში იტრიალებთ და ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ გაზიარებთ სამყაროს თუ სად არის თქვენი ყველაზე დიდი ენერგოინფორმაციული ნახრეტი, საიდანაც თქვენი ენერგია ჟონავს. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო მეორე ვარიანტის კვირის ენერგია, ამ დროს პოტენციალი გააქვთ, შემართება გააქვთ ინთებით, შემოქმედებით, მაგრამ რა გინდათ? როგორც ინთებით, ისევე მოდის რაღაცა სიტუაცია და ეგრევე გააქრობს თქვენს ცეცხლს. აი დაახლოებით მინდა რომ გაჩვენოთ, აი ეს ხართ თქვენ და აი всё, ჩააქრო თქვენი ენთუზიაზმით, სიხარულით, შემოქმედებაც ყველაფერი. დამთავრდა, ჩაქრა თქვენი ცეცხლი. დასვით რა კითხვა, ვინ არის ეს ადამიანი და რატო ვაძლევ უფლებას რომ ყოველჯერზე ესე ცეცხლი ჩააქროს ჩემში. დამთავრდა, აი ეს ძალიან მარტივად. ყველაფერი მარტივი გენიალურია. ჩვენ გვიყვარს ადამიანებს რაღაცების გართულება. წარმატებები და ბედნიერი და მშვიდობიანი კვირა.